ოფიციალურად ხვალგაიხსნება და 2 დღეს გაგრძელდება. ლუდის ფესტივალში მონაწილეობას ლუდის მწარმოებელი კომპანიები, რესტორნები და საქართველოს სხვადასხვა კუთხის წარმომადგენლები მიიღებენ. ოსეთის, ხევსურეთის, აზბეგის და მთიულეთის მცხოვრებლები თავიანთი კუთხის ტრადიციებს წარმოაჩენენ. ფესტივალის ფარგლებში კონცერტები და თეატრალური წარმოდგენები გაიმართება. ფესტივალს ჟიურიც ეყოლება, რომელიც სხვადასხვა სახალისო ნომინაციებსა და ტურნირებში გამარჯვებულებს გამოავლენს. დასასრულს ლუდის კასრს სიმბოლურად ზღვაში ჩაუშვებენ. მას მომავალ წელს ბათუმი ფესტი 2012-ზე ამოიღებენ. ქართული ლუდის პირველი ფესტივალი ლუდსახარში თაუერის ინიციატივით და ბათუმის მერიის მხარდაჭერით იმართება. ფესტივალზე დასწრება ნებისმიერ მსურველს ბათუმის ახალ ბულვარში ხვალიდან შეეძლება. რაიონის წარმომადგენლები ჩამოვიდნენ უკვე და ემზადებიან იმისათვის, რომ ყოველ წარმოადგენს საკუთარი მოხარშული ლუდი. საკუთარი კერძები კიდევ წარმოადგენენ თავისი კუთხური, ოსური, თიანეთის, ყაზბეგის და ყველა თავისი საინტერესო კერძებით წარმოადგენს ლუდთან ერთად, რაც ლუდთან არის მესამე. საინტერესოა ლუდის ფესტივალი იმით, რომ დატვირთული არის კარგი შეჯიბრებები, სახალხო შეჯიბრებები ზეიმის სტილში. ეს არის სახალხო ზეიმი. სახალხო ზეიმი გულისხმობს რა თქმა უნდა ბევრ ხალხს, ბევრ კარგ ცივ ლუდს და მხიარულებას, რაც ესე გვაკლია მე მგონი. დასწრება თავისუფალია, არის შესანიშნავი ღონისძიებები მართლა, საინტერესო, იმიტომ რომ ქართველებს გვაქვს ლუდის კულტურა. თუ ღვინოს ქართველი სვავდა ბარში, მთაში სვავდა ლუდს. ძალიან გაუხარდა სულ ყველას, როცა მე ვუთხარი, რომ ბათუმმა მიგვიწვია ლუდის ფესტივალზე. ეს ძალიან საინტერესოა და ეს საჭირო არის, იმიტომ რომ რაც უფრო მეტ გავიცნობთ ერთმანეთს და მეტი კონტაქტი გვექნება ერთმანეთთან, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციას წარმოადგენთ ჩვენ და ეს ჩვენი ადაწესები, რომ ჩვენ გავცვალოთ. დღის სხვა სიახლეების შესახებ ხანმოკლე რეკლამის შემდეგ ვისაუბრებთ. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ხულოში 8 სოფელს გზის პრობლემა უნდა მოიხსნას. აჭარის მაღალმთიანეთში შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაცია გრძელდება. This is great. Tastes a lot better if you scored that last shot. You think what I do is easy? Tell you what, you play, I'll cook. I'll just stick to basketball. I'll stick to cooking. ბათუმში ზღვიდან 200 მეტრში კომპანია ციტადელმა დაასრულა სახლის მშენებლობა. ჩვენ გთავაზობთ სრულყოფილ კომფორტს ცხოვრებისათვის. აირჩიე საუკეთესო. ბათუმი ტბე ლაბუსერიძის 42. ტელეფონი 877 65 80 45. პირდაპირ ეთერში ბრუნდება აჭარის მაღალმთიანეთში სოფლის მხარდაჭერის პროგრამა გრძელდება. პროგრამის ფარგლებში ხულოს მუნიციპალიტეტის თუშრუკაურის თემში გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოების დასრულების შემდეგ 8 სოფელს პრობლემა უნდა მოიხსნას. გზის რეაბილიტაციისთვის თანხები ხულოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოიყო. რამდენიმე წლის განმავლობაში პარალიზებული სავალი გზის რეაბილიტაცია უკვე აქტიურად მიმდინარეობს. ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ რაქვთაში გზის მოპირკეთებით სამუშაოებში ძირითადად ადგილობრივები არიან დაკავებულნი. აქამდე ამ გზაზე გადაადგილება მხოლოდ სატვირთო მანქანებით იყო შესაძლებელი. აღნიშნული გზის სეზონურად 8 სოფელი სარგებლობისას მკაცრი ზამთრის პირობებში მაღალმთიანი სოფლის მკვიდრებს განსაკუთრებით დიდ პრობლემებს უქმნით. განსაკუთრებული არის ეს სოფლისათვის, ამასთანავე ამ სოფელზე დაკავშირებული არის მთის იარაღებთან. სადაც არის შვიდი სოფელი. ფუშრუკაულის 500 მეტრიან საავტომობილო გზაზე სპეციალისტები გზის ზედაპირის მოსწორებით სამუშაოებს გრუნტით აწარმოებენ. პარალელურად წყლის საწრეტი არხი გაყავთ, რომელიც გზის აულ ნაწილზე დამონტაჟდება და საავტომობილო გზის დატბორვას მინიმუმამდე შეამცირებს. მიმდინარეობს გზის ზედაპირის მოსწორებითი სამუშაოები გრუნტით, ხრეშით. შემდეგ გაკეთდება გზის ზევით სავალი ნაწილის ზემოდან საწრეტი არხი. ესეც გრუნტის იქნება და ქვემოთ ფუშრუკაული რაფთის მიმართულებით საავტომობილო გზაზე დაღმართზე 500 მეტრის სიგრძის აგრეთვე საწრეტი არხი. სოფლის მხარდაჭერის პროგრამა ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედათხილმონაშის აქტიურ ფაზაში შედის. ხშირი მეწყრული პროცესების შედეგად ადიდებული მდინარე ამ სოფელში ხიდის პარალიზებას იწვევდა. შეფერხებულ საავტომობილო მიმოსვლასთან ერთად სოფლის მოსახლეობას წლების განმავლობაში ფეხით გადაადგილების პრობლემაც ექნებოდა.